იმ სცენარით შეიძლება წავიდეს ყველაფერი, როცა რაღაც ნაწილი მიიღებს მონაწილეობას, ნაწილი არ მიიღებს და იქნება ყველაზე ცუდი სცენარი. როცა არის დიქტატურა, შეიძლება მარტო დისიდენტობა იყოს დარჩენილი. პრინციპულად არასწორი აზრია, რომ არჩევნებში მონაწილეობა რაიმეთი იმოქმედებს დასავლეთის პოზიციაზე სანქციებთან დაკავშირებით. ხალხი, რომელიც აძაგებს ევროპას, ამერიკას და დასავლეთს და ასე შემდეგ, რეალურად ყველაზე მეტად სარგებლობს დასავლური სიკეთეებით. პრინციპში ოპოზიციას რეალური შანსი ექნებოდა თუ ერთიანი კანდიდატი ეყოლებოდა. შეუძლებელია თბილისის მოგებაც, ბათუმის და საერთოდ რამის მოგება, იმიტომ რომ ეს რეჟიმი იკადრებს ყველაფერს. ბოლო მომენტში გაგვექცა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი თქვა, რომ აღარ მინდა. სოზარ სუბარბა და რა ვიცი და უკვე მაშინ აკეთებდა ასე და გახარიას და ლელოს რა მოძრავებთ. ჩემთვის არის სრულიად გაუგებრ. ყველა მარცხი, რაც კი მოხსულია ხელისუფლებას არჩევნებში, იყო მოულოდნელი იმ ხელისუფლებისთვის. ბოიკოტის კამპანია, ხალხში სიარული არ წახვიდეთ არჩევნებზე. მე ვჭიმაქ, რომ გარდა გახარიას და ლელოს კიდე რამდენიმე პარტია შეიძლება იყოს იქ მონაწილე, სხვებიც. პოლიტპატიმრები პირდაპირ თქვეს, ჩვენი ამბით ნარი ვაჭროთ. თუ ისინი ციხეში დატოვეს და იმავე ბრალდებაზე ჯაფარიძე და ხაზარაძე არ ჩასვეს. ეს რისი მანიშნებელი იქნება? ქართული ოცნების სასარგებლოდ უნდა ვთქვა, რომ ეგენი ყოველთვის მოიგონებენ ხოლმე რაღაც სისულელს, რაც მათ დააზარალებს.